მოგესალმებით, მეგობრებო, დაგიბრუნდით შემდეგი ეპიზოდით და ამ ვიდეოში გაჩვენებთ კვამლის აპარატს, რომელიც გამოიყენება ძალიან ლამაზი ვიდეოების გადასაღებად. კონკრეტული ეს ვერსია გამოვიწერე ტაობაოდან, არის ძალიან მარტივად გამოსაყენებელი, სულ რაღაც $50 ღირდა, არც კი ალბათ. ხო და ძალიან ბევრი აქსესუარი მოყვება, თავისი ჩანთა, თვითონ აპარატი და მოდი გავხსნათ და ვნახოთ რა შეუძლია. მოკლედ ესეთი ვერსია, small case, ეს თავად არის აპარატი, რომელიც კვამს უშვებს. ეს საკადავდოთ. კაბელი მოყვება Type-C, რომლითაც დატენა შეგვიძლია. ეს არის მილი, რომლითაც შეგვიძლია კვამლის ცოტა განვარცოთ. ესეც ეხმარება ეფექტურობაში კვამლის აპარატს. კიდევ პატარა მილი მოყვება. კიდევ ცოტა გრძელი მილი მოყვება. და პულტი მოყვება, რის დახმარებითაც შეგვიძლია ჩავთოთ სასურველი ადგილიდან, რომ კამერით გადაღებაც შევძლოთ. ასევე აპარატს მოყვება 6 ცალი მილიგრამი, კი არა და 6 ცალი სითხე. ხო, 12 მილიგრამი სითხე მოყვება. საკმაოდ ბევრია, თუმცა გამოწერაც შეგიძლიათ ცალკე ტაობაოდან ან სხვა ნებისმიერი საიტიდან და ძალიან იაფიღეს. ჩანთა კი ესე გამოიყურება, ყველაფერი ეტევა ამაში. ეხლა გაჩვენებთ ამას. ეს თავისი სამაგრი აქვს, რომელიც მოვაძრე შემთხვევით დავამაგრეთ. აქ ინდიკატორი აქვს, რომლითაც გვიჩვენებს რა დონეზეა დატენილი თვითონ აპარატი. ქვემოდან Type-C კაბელით იტენება, რაც სწრაფად შეგიძლიათ დატენოთ და დასაკიდებელი აქვს ზემოდან. აი აქედან ამოდის თვითონ კვამლი. ამის მოხსნა შეგვიძლია. აი ესე მოიცა. აი ესე ამას ხსნით და აი აქ უნდა ჩავასხათ აი ეს მილიგრამი. ეხლა ეს გამოლეულია და მოდით თქვენთან ერთად ჩავასხავ ამ ყველაფერს, რომ თან გაჩვენოთ როგორ გამოიყენება მარტივად. აი ესე სითხეს ავიღებთ. აი ესეთი რაღაცაა. დიდხანსლებს, რავი, ალბათ 1-3 თვე ვიყენებდი და ერთი ცალი არ დამიცლია. შემიძლია ახლა გავავსო. საკმარისად გავავსე, მოდი მეყოფა. თან ჩავრთავ ახლა და გაჩვენებთ. ამას ისევ თავის ყუთში დავაბრუნებთ. ვინც ეს სტუდიურ ვიდეოებს იღებს, მათთვის ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ ოდნავი კვამლი ოთახში რო იყოს, ვიდეოს უფრო მეტად ეხმარება, რომ ცოტა მიმზიდველი იყოს. შემდეგ უნდა დავაფაროთ ეს თავი, არა, ეს თავი არ უნდა დავამაგროთ, უნდა დავაფაროთ. ხო, უნდა დავაფაროთ ეს თავი. აი ესე. დავაფარეთ ეს თავი. ესეც გავუკეთოთ, რომ სითხე არ გადმოიღვაროს. და შეგვიძლია დავუყენოთ სასურველი თავი, რომლიდანაც კვამლი გამოვა. მოდი ამ შემთხვევაში შლანგი დავუყენოთ, შლანგი კი არა და მილი. მოიდე და. აი ესე. ეს მოდი მოვხსნათ დროებით. აი ამ ინდიკატორის დახმარებით შეგვიძლია ჩავრთოთ. აქ ანათებს, რომ დატენილია, მაგრამ ჭირდება კიდევ დატენვა და აი ამ ღილაკის დახმარებით ჩავრთავთ აპარატს. ხმაც არ აქვს ძალიან შესაწუხებელი და მოდი ვნახოთ დავტესტოთ. ანუ ძალიან კარგია. აი მართლა ძალიან კარგია. და სულ ეს იყო. ეხლა მოდი გავუკეთოთ მეორე თავი. აი ეს მაგალითად შეეჭირება და ზემოდან ეს უმაგრდება. ნუ ამას კიდე თავისი ეფექტები აქვს. ეხლა ვინც იცის პროფესიონალურად გამოყენება მიხვდება. აქ სულ სხვანაირად გამოდის მაგალითად კვამლი.
და კვამლი ოთახში იფანტება, ანუ არ ქრება და ეფექტს სასრულ ეფექტს ნამდვილად ტოვებს. თუ ესეთი კადრის გადაღება გინდათ, შეგიძლიათ ახლოს დადოთ და კვამს არ დაკარგავთ, მაგრამ თუ გინდათ რომ ბექგრაუნდისთვის იყოს ეს კვამლი, იდეალურია. ეს იყო მეორე თავი. კიდევ ეს ესეთია, ესეც იგივე როლს ასრულებს ამ კვამლის გამოსვლაში. ამის გარეშე შეგვიძლია დავტესტოთ, ესე. აქ კიდე სულ სხვანაირად გამოდის, ძალიან ლამაზია. ეფექტი ნამდვილად იგრძნობა, ანუ ცოტა ბუროს დგას უკვე ოთახში. გასანიანებლად ძალიან მარტივია. ფაჯრის გაღება ჭირდება სულ და ეგრევე გვარდება პრობლემა. ინდიკატორი მიჩვენებს, რომ დაჯდა, ანუ წითლად ანათებს, შეგიძლიათ ჩვეულებრივ iPhone-ის დამტვერზეც დატანოთ. მოკლედ, ძალიან კარგი რაღაცაა და დიდი რეკომენდაცია ამ ბრენდს ჩემგან. დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო. ლინკს აუცილებლად დავტოვებ აღწერაში, ვისაც გენდოებათ გამოწერა. ტაობაოს ლინკს დავტოვებ. Amazon-ზეც არის, მაგრამ Amazon-ზე ბევრად ძვირი ღირს, ამიტომ გირჩევთ ტაობაოდან გამოწერას. რაც შეეხება გადამზიდს, Face Cargo-ს ვიყენებ, მე პირადად ჩინეთიდან ტრანსპორტირებაში ძალიან კარგი გადამზიდია. რეკლამა არ არის, უბრალოდ გირჩევთ. ამიტომ დიდი რეკომენდაცია მოკლედ ამას. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს და დროებით.